ბულინგი ამ სიტყვის მნიშვნელობა შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ საქართველოს და არა მარტო საქართველოს სკოლებისთვის უცხო არ უნდა იყოს. ბულინგი ნიშნავს ჩაგვრას, რომლის მსხვერპლით სასწავლო დაწესებულებაში შეიძლება იყოს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი. მიზეზი რის გამოც შეიძლება დაიჩაგრო, არ არის გამორიცხული შენი განსხვავებულობა იყოს, თუნდაც ის, რომ კარგად სწავლობ, ამ პირიქით საერთოდ არ გაინტერესებს სწავლა. ძალიან მალე ამ ყველაფრის პრევენციისთვის თბილისის ორ კერძო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება. სკოლა, რომელიც ანი ბერუკაშვილმა გადაიღო, ამ პროექტში მოხვდა, თუმცა სასწავლო დაწესებულების შერშევის კრიტერიუმი სკოლაში ბულინგის შემთხვევები არ ყოფილა. ჩვენ არ საჭიროებთ, მაგრამ აი ჩართულები ვართ ამაში. კერძო სკოლა ქორალის დირექტორი ფიქრობს, რომ მის სასწავლო დაწესებულებაში ბავშვებს არ ჩაგრავენ. მიუხედავად ამისა, ეს სკოლა ერთ-ერთია იმ ორი სასწავლებლიდან, რომელმაც ბულინგის დაძლევის საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა გადაწყვიტა. ჩვენი სკოლა არ საჭიროებს, აქ არ არის ეს შემთხვევები, ეს ოჯახური სიტუაცია სკოლაში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საერთოდ ზოგადად საჭირო არის ამ პროგრამაში ჩართვა. იმისთვის, რომ ბულინგი დავძლიოთ, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ვაღიაროთ. თუ უფროსებს არ შეეშინდებათ ბულინგის პრობლემის აღიარება, მისი პრევენციაც გაადვილდება. ასეთია პროექტის ავტორების და სპეციალისტების მოსაზრება. რა არის ბულინგი და ვის უნდა მიმართოს მოსწავლემ, მასწავლებელმა თუ სკოლის თანამშრომელმა. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი მალე ამის ახსნას ორ კერძო სკოლაში შეეცდება. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ უფროსები, როგორც წესი, ბულინგის შემთხვევას უყურებთ არასერიოზულად. და ამას აღვიქვამთ უბრალოდ როგორც ბავშვურცელქობას. სახეზეა ბულინგის ყველა ფორმა, განსაკუთრებით ემოციურ ზეწოლაზე, ასე ვთქვათ, გარიყვაზე და სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ემოციურ ჩაგვრაზე აქვს საუბარი. მასწავლებლის მიერ არასწორად მიცემული შენიშვნის ან ზედმეტი წახალისების გამოც კი შესაძლოა ბავშვი ბულინგის მსხვერპლი გახდეს. ამბობს თათა ჭანტურია და საკუთარი გამოცდილებიდან მაგალითს იშველიებს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მასწავლებელს სადამსჯელოდ გამოუყენებია მაგალითად მეორე კლასელი მოსწავლისთვის და დღიურში ჩაუკრავს შავი ვარსკვლავი. იმიტომ რომ თქვათ მეორე კლასის მოსწავლეს პენალიდან რაღაცები უცვიო და მან გამოასწორა ეს ჩვევა, თუ შეიძლება მას მავნე ჩვევა დავერქვათ, მაგრამ საკითხია რის ფასად. 2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა კვლევა ძალადობასთან დაკავშირებით, კვლევა კონკრეტულად ბულინგს არ ეხებოდა. თუმცა ყველაზე საგანგაშო რაც იქნა კვლევის დროს დაფიქსირებული არის ის, რომ მოსახლეობის 60% დაახლოებით დასაშვებად ცნობს ძალადობრივი აღზრდის მეთოდებს. თუ ბულინგის პრევენციის პროგრამა წარმატებული გამოდგა, პროექტი შესაძლოა საჯარო სკოლებშიც განხორციელდეს. ჩვენ ვართ მზად იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ, რადგან მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს მიზანი ჩვენ განაპირობებს ხოლმე ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს. ბულინგთან დაკავშირებით საქართველოში სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ამერიკაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ყოველდღე 100,000-ობით ბავშვი აცდენს სკოლას მხოლოდ იმის შიშით, რომ ის ბულინგის, ანუ ჩაგვრის მსხვერპლი გახდება.